ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ. პაკისტანსა და მის კონტროლირებად ქაშმირზე საპასუხო დარტყმები ინდოეთის მხრიდან მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ თვეში ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში ტურისტებზე სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 3 ადამიანი, რომელთა შორის 1 ბავშვია, 12 კი დაშავდა. დაშავებულები არიან ასევე ინდოეთის მხარესაც პაკისტანის საპასუხო იერიშების შედეგად. ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრნენ. საუბრის დეტალები უცნობია. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურო პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ვითარება სამარცხვინო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ასევე გაეროს გენერალური მდივანიც. როგორც ანტონიო გურეშის პრესპიკერი ამბობს, ის ინდოეთის სამხედრო ოპერაციით ძალიან შეშფოთებულია და ორივე ქვეყანას მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ანალიზი ისტორიკოს ჩალვა თავაძეს ვთხოვეთ. ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი ახალი არ არის. ეს კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენთვის აი სანამ უშუალოდ ამ კონფლიქტს შევეხებოდეთ, მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ ვინც მიჩერებია დღევანდელ პოლიტიკურ სურათს, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მაქვს ხედველობაში, კარგად დაინახავს თუ რამდენი კერა არის საქართველოს გარშემო საზღვრებთან ახლოს, რომელიც ზოგი პირდაპირ მოქმედებს ჩვენ პოლიტიკურ მდგომარეობას, ზოგი ირიბად და ამ დროს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა დაკავებული არის ხელისუფლებაში მოსვლის თუ შენარჩუნების სურვილით. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ კონფლიქტს, ეს კონფლიქტი კიდევ ვიმეორებ ახალი არ არის და ამას გარკვეული წინა ისტორია აქვს. საქმე ის არის, რომ ინდოეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრიტანეთის კოლონია. მეორე მსოფლიო ომის წინ ინდოეთმა დაიწყო თუ შეიძლება ითქვას დამამთავრებელი ეტაპი თავისუფლებისათვის და ეს ცნობილია ისტორიაში როგორც არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა და რომელსაც მაჰათმა განდი ედგა სათავეში. მაშინ ვესტმინსტერის სტატუსით ინდოეთმა ფაქტიურად მიაღწია დამოუკიდებლობას, მაგრამ მერე ცივი ომის დასაწყისში 1957 წელს საბოლოოდ განთავისუფლდა ბრიტანელების ბატონობისაგან და ამასაც დიდი პიროვნება ედგა სათავეში, ეს იყო ჯავაჰარლალ ნერუ და ეს მოხდა 1957 წელს როგორც გითხარით, თუმცა იმავე დროს ინდოეთი გაიყო ინდოეთს გამოეყო ცალკე სახელმწიფოდ პაკისტანი. აი იქიდან მე დაიწყო კონფლიქტი, ეს კონფლიქტი არ არის მარტო პოლიტიკური, ეს ეთნო-რელიგიური კონფლიქტიც არის და შესაბამისად უფრო თავისებური სხვა კონფლიქტთან შედარებით თავისებურებით გამოირჩევა. იმიტომ რომ ინდუსები ცალკე დარჩენ და ინდოეთის სახელმწიფოში მოიყარა მოსახლეობამ თავი, ხოლო მუსლიმებმა უკვე შექმნეს ეს პაკისტანის სამეფო. მოგვიანებით კიდევ ერთი ტერიტორია გამოეყო ამ პაკისტანს, ეს არის ბანგლადეში. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ ინდუსებსა და ამ მუსლიმურ ხალხებთან თანაცხოვრება უჭით ერთმანეთთან. აქ არის ქაშმირის საზღვრისპირა ზოლი, რომელიც ახლა კონფლიქტის უშუალო საგანს წარმოადგენს. რით დამთავრდება ცოტა ძნელია ამაზე ვიქრი, იმიტომ რომ ეს დაიწყო იმ დღიდანვე, რა დღიდანაც ამ ხალხმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ აქ ჩვენთვის უფრო საინტერესო რა არის ისეთ, რასაც უნდა მიაქციონ ალბათ ყურადღება, ეს არის რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა, ერთიცა და მეორეც და ახლა ამ ბირთვულ სამყაროში კიდევ ერთ დაპირისპირება თუ ისე გაგრძელდა როგორც მაგალითად ახლა უკრაინის ომი ან ახლო აღმოსავლეთის ომია, მე ვფიქრობ რომ სოფლიოს პოლიტიკურ აზროვნებას მეტი სიმწიფე უნდა ეყოს, რომ არ დატრიალდეს მართლაც ის დიდი ტრაგედია. ახლა რაც შეეხება საქართველოს, მე ვშიშობ რომ და ამის ნიშნებით ჩანს, რომ ეს კონფლიქტები თანთანობით გვიახლოვდება და რამდენად იქნება შენარჩუნებული ის მშვიდობა, რომელიც დღეს არის საქართველოში, ესაც ძნელად სათქმელი არის. მე გარკვეულ საშიშროებას ამ კუთხიდან მივჩერები ვარ. შესაბამისად
ჯერა რომ რაღაც გვეყოფა საღიაზრი, არა მარტო ჩვენ ქართველებს, არამედ დღევანდელ მსოფლიოსაც. და დღევანდელ მსოფლიოს მე შევადარებდი ერთ მხატვრულ ფილმს, ალბათ ძველებს ახსოვთ, შეშლილი მსოფლიო. დღევანდელი მსოფლიო მასაც შეშლილია, იმიტომ რომ არავის არ სურთ ამ კონფლიქტების დამთავრება. კლინიკა ფერომედი ISO-ს სერტიფიცირებულია სამედიცინო დაწესებულებამ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტი ოფიციალურად მოიპოვა. ეს ხაზს უსვამს, რომ ფერომედში უზრუნველყოფილია პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, პირველადი დახმარებისა და რეაგირების ეფექტურობა, სრუნვა განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ ISO სტანდარტების დანერგვა განვითარებადი პროცესია ორგანიზაციული სრულყოფისკენ. როგორც ფერომედის დირექტორი კოტე ქავთარაძე ამბობს, კლინიკაში ყველაფერი გაკეთება საიმისოდ, რომ ეფექტური იყოს პაციენტთა მომსახურება და შედეგიანად იმართოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები. ჩვენი სამინისტროს მიერ, რომელიც განსაზღვრავს ჯანდაცვის პოლიტიკას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში, წელიწადნახევრის მანძილზე დაახლოებით უნდა გაევლო გარკვეული ორგანიზაციებთან ეს მზადების პროცესი და დაენერგა გარკვეული სტანდარტები, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების ხარისხთან, ავადმყოფის უსაფრთხოებასთან და იმ გარემოსთან, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაიწყო იქავე ჩვენთან კონკრეტულად აქ ეს მოიცავს ძალიან მრავალფეროვან მრავალსახამიდგომას, ასე ვთქვათ, ანუ ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული პაციენტთან, ეს არის გარემო, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის ექიმი, სანიტარი, ექთანი, მათი ურთიერთქმედება, ეს არის მომწოდებელი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეს არის პროცესების ერთობლიობა, რომლის სტანდარტი მოწოდებული იქნა მათ მიერ და საფეხურებით ნელ-ნელა გავლილი იქნა და დაძლეული იქნა ეს პროცესი. პროცესი არის გაგრძობადი, ანუ ეს არ თავდება ერთჯერადად. წელიწადში ერთხელ ის აკრედიტაციის და ISO სერტიფიკატის მომნიჭებელი ორგანიზაცია მოდის გარკვეული ჯერადობით 2 წლის მანძილზე, ამის შემდეგ და დაწესებულება ვალდებულია ის პროცესები იმპლემენტირებული იქნას ყველა რგოლამდე და ყველა რგოლის პასუხისგებლობა და მოვალეობა იქნას ამაღლებული იმისათვის, რომ სამედიცინო მომსახურებების ხარისხი იქნას ამაღლებული, დაცული იქნას პაციენტის ღირსება, უსაფრთხოება, გაწეული იქნას მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და სხვა ბევრი კომპონენტი. ჩვენ ასე ვთქვათ, ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ მაინც დავძლიეთ ეს ყველაფერი და ამჟამად ვართ მფლობელი და დავრჩით სახელმწიფო პროგრამაში. იმედია ჩვენი კოლექტივი მომავალშიც იმ ეტაპებს, რომელიც დასაძლებია, გადალახავს და ზესტაფონს სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ექნება საერთაშორისო სერტიფიკატის და აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულება. აფხაზეთის თასე მოასპარეზე ზესტაფონელმა მოფარიკავეებმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 11 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მათ შორის 3-მა პირველი, 4-მა კი მეორე პოზიცია დაიკავა. მესამე საპრიზო ადგილზე ასევე 4 მოფარიკავე გავიდა. ვიყავით თბილისში, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის თასი და ავიღე პირველი ადგილი. ჩემთვის ეს თულიც არ იყო, იმიტომ რომ ვარ ბევრჯერ ნაყოფი, ვისაც სახაში ხვდი. ბევრი კარგი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მე მაინც დავამარცხე იქ და ავიღე პირველი ადგილი. დიდებში ავიღე მეორე ადგილი. ძლიერები იყო, მაგრამ მაინც მეორე მოვახერხე ამეღო. ჩემ ასაკში ავიღე პირველი ადგილი, ხოლო ჩემზე დიდ უფროსებში ავიღე მესამე ადგილი. მე რა თქმა უნდა დიდებში შემეძლო უფრო კარგი შედეგი მიმიღო, მაგრამ რაღაც დაღლილი ვიყავი და ვერ მივაღწია ჩემ სასურველ შედეგებს.
მადლობას ვუხდი ამიან მასწავლებელს, ფარიკავის ფედერაციას და ჩემს მშობლებს. ვიყავი ანტალიაში საერთაშორისო ტურნირზე და იქიდან მივიღე გამოცდილება და აქ შეჯიბრზეც თბილისში ავიღე პირველი ადგილი. ძალიან გამიხარდა მე თვითონ, კიდევ უფრო კარგი შედეგებიც შემიძლია რომ მქონდეს ყოველთვის. ძალიან კარგად გამოვედი და ვიმსახურებდი ჩემი აზრით ამ კარგ შედეგს. ასპარეზობის მთავარ პრიზამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ხმლით, დაშინითა და რაპირით მოფარიკავეებს, რომლებმაც ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტს ივარჯიშებენ და სასურველ მიზნებს მომავალ ტურნირებში მიაღწევენ. ფილში ჩატარდა რაპირით ფარიკაობა. მე ავიღე მეორე ადგილი. დიდად არ ვარ კმაყოფილი და უფრო მეტს ვივარჯიშებ. ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი და ძალიან ბევრი ვიშრომით ამისთვის. საქმეში ავიღე მეორე ადგილი, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტიც ჩამეძლო. ელენე ეჯიბაძე, ლიზი აბაშიძე, ილია ლოლაძე და თეიმურაზ კიკნაველიძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ. სპექტრთან თქვეს, რომ მიიღეს დიდი გამოცდილება, რაც მათთვის მომავალში მეტი მოტივაციის საფუძველი იქნება. ვიყავით თბილისში შეჯიბრზე, ავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი არ ვარ ჩემი შედეგებით, რადგან მინდოდა უფრო მეტი და უფრო კარგად მეფარიკავა, მაგრამ ეს არის რაც არის. და შემდეგში ვეცდები, რომ პირველი ადგილი ავიღო და გავიმარჯვო. მადლობა ჩემ მწვრთნელებს, მსაჯებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და ჩემ გვერდით იდგნენ. და მაძლევდნენ იმის სტიმულს, რომ კარგად მეფარიკავა. ჩვენ ვიყავით წასულები აფხაზეთის აზრზე თბილისში და ავიღე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემეძლო მეტი. ამისთვის ახლა კიდევ მივდივარ შეჯიბრებაზე და უფრო მეტ ვივარჯიშებ და უფრო მეტ რომელიც შედეგს ავიღებ. დავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, მაგრამ შემეძლო უფრო მეტი მეფარიკავა და უფრო მეტი შემეძლო. ამიტომაც ახლა დღეს მოვედი, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. მე ვარჯიში დავიწყე რადგან სურახაც 5 თვის წინ. პირველად გავედი შეჯიბრზე და ძალიან მომეწონა. ეხლა უფრო მეტს ვივარჯიშებ და ავიღებ მეტს მედლებს და სერტიფიკატებსაც. ტურნირის ორგანიზატორები აფხაზეთისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციები იყვნენ. მხარდამჭერი კი სპორტის სამინისტრო. ასპარეზობა ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალი პაპის არჩევის მიზნით ვატიკანში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 133 კარდინალი შეიკრიბა. არჩევნების სიქსტის კაპელაში მკაცრად გასაიდუმლოებულად ტარდება. ხმის მიცემის პერიოდში კარდინალები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან. არ აქვთ ტელეფონები, ინტერნეტსა და გაზეთებზე წვდომა. ისინი იზინებენ და მიირთმევენ ვატიკანის კომპლექსში მდებარე 5 სართულიან სასტუმროში კასა სანტა მარტა. თითოეული კარდინალი ხმას აძლევს იმ კანდიდატს, რომელიც სურს, რომ პაპი გახდეს. მათ ხმის მიცემას საკუთარი თავისთვისაც შეუძლიათ. 133-ვე კარდინალი დადებს როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ ფიცს, რითაც პაპის არჩევნების საიდუმლოების დაცვის პირობას დადებენ. სამლოცველოს კარი გარეშე პირებისთვის დახურული იქნება და კარდინალებს ხმის მიცემის საშუალება მიეცემათ. დაიწყება მოლოდინის რეჟიმით. თუ სამლოცველო საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა, ეს ნიშნავს, რომ ახალი პაპი არჩეულია და ის საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგება წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან. თუ კვამლი შავი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ხმების 2/3 ვერც ერთმა კარდინალმა ვერ მოიპოვა და ხმის პროცესი მეორე დღეს განახლდება. მედიის ინფორმაციით ახალი პაპი შესაძლოა დღესვე აირჩიონ ან არჩევის პროცესს დღეები დასჭირდეს. შეგახსენებთ, რომ ის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.